ეთერშია ქრონიკა 9 საათზე მე გიორგი აბაზაძე ვარ. მართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია მწვავედ აფასებენ ბრიტანული მაუწყებლის ვერ გავრცელებულ მასალას და აცხადებენ, რომ BBC-ს წყალბ რეპორტაჟს მიზანმიმართულად ჰქონდა შექმნილი მტრული შინაარსი. მათი თქმით, სიუჟეტის მიზანი იყო აქაური აგენტურის წახალისება და იმდენად აშკარა სიცრუეა, რომ ვერც ქართველი საზოგადოების და ვერც საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ ვერ დაიმალება. მძიმე ბრალდებებისა და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტში ნათქვამია, თითქოს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ქრონიკა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. ვახტანგ გომელაურის თქმით, სიუჟეტში ნახსენები ნივთიერებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლოს 2009-10 წლებში შეიძინა, ხოლო 2012 წლის შემდეგ უწყებას აღნიშნული ნივთიერება არც შეუსყიდია და არც გამოუყენებია. იმისათვის, რომ დადგინდეს, რას ეყრდნობოდა BBC-ს რეპორტაჟში კონკრეტული ადამიანების ვერ გავრცელებული ცნობები და რამდენად სანდო შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. Რამდენიმე ადამიანი იკრიბება, გამოჩენილი ადამიანები თავის სიცრუეში. ის ადამიანები, რომლებიც ან ჯავდებულები არიან, ან ძებნაში არიან. და აცხადებენ, რომ იცით რა, შარშად გამოყენებული იქნა ესეთი ნივთიერება, მომწალნავი ნივთიერება. შეძახილის გამოხმაურებას გავს რასაკვირველია და ეს შეძახილი ტყუილა არ გაკეთებულა. ეს შეძახილი არის შემაშფოთებელი. ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელი, ესე იგი ამ ტყუილის უკან კიდე შემდგომი ნაბიჯები არის დაგეგმილი. მიზანი ამ სტატიას ჰქონდა მხოლოდ ერთი, რომ წაეხალისებინა აქაური აგენტურა შემდგომი მოქმედებებისათვის, ვითომ რაღაცა არაადამიანურ რეჟიმთან აქვს საქმე, რომელიც წამლობს საკუთარ მოქალაქეებს. იმდენად აშკარაა ეს ტყუილი, შეუძლებელია დაიმალოს ის როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ. რა თქმა უნდა, არავითარი მტკიცებულებები არ ქონდათ და არც აქვთ. ეს არის მთელი მათი სპეკულაციური განცხადება. ამერიკის პრეზიდენტის მიმართ იქ ადრესდა ტყუილები გაავრცელეს და ხა ხელი არა უკანკალდებოდათ საქართველოში, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ ტყუილი განცხადება გაეკეთებინა. კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომლის დასკვნებისა და კვლევების საფუძველზე BBC მასალააგო ამბობს, რომ ამბის გასკდომა მის კვლევას მიაწერა. რეალურად კი არ იცის კამიტეს ექსპერტიზა. ჩვენი კითხვარი დაახლოებით 9 იანვარს ჩაიშვა. კითხვის მიხედვით სუბიექტური მონაცემებით გინდება, რაც უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულება არის ზოგადად ვიდრე ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება, როგორც არის ლაბორატორიული კვლევა. ხაზგასმა ხდება დღეს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში პირველი რომ ეს ინფორმაცია არ გქონდა, ჩვენ კვლევას მიეწერა, რომ ჩვენ საფუძველზე ასე ვთქვათ გასწრა ეს ამბავი, ამ კამიტეს შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს ასე შემდგომ ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და შესაბამისად უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება, ვისაც შეუძლია ამ ეტაპზე რომ პასუხი გაქცეთ. სამხედრო ექსპერტი და ბლოგერი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში არსენალი BBC-ს გამოძიებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, თუ რამდენად საფუძვლიანია BBC-ს ბრალდება თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამლელი ნივთიერებების გამოყენების თაობაზე და მნიშვნელოვან გარემოებზე ამახვილებს ყურადღებას. ირაკლი ალადაშვილი განმარტავს, რომ ტრიქლორეთილენი მართლაც კარგი გამხსნელია, ოღონდ ის პრაქტიკულად არ იხსნება წყალში. გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტის განმარტებით, კამიტად მოხსენიებული ბრომბენზილ ციანიდი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარებმა გამოიყენეს, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ ასევე მცირედ იხსნება წყალში. ამ ნივთიერებას წყალმტყორცნი მანქანების ლითონისაგან დამზადებული აღზების დაზიანებად შეეძლო. BBC-ს ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს. ტრიქლორეთილენი მართლაც არის კარგი გამხსნელი, მას ადრე ნარკოზადაც კი გამოიყენებდნენ. ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში. კამიტად მოხსენიებული ბრომბენზილ ციანიდი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ ასევე მცირედ იხსნება წყალში.
ამასთან ბრომბენზილ ციანიდი ჭამს ლითონს და ამიტომაც მას მინისამ ფაიფურის ჭურჭელში თუ ინახავენ. შესაბამისად, ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული აუზების დაზიანებაც. განათლების მინისტრი დღეს პრემიერთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. სავარაუდოდ მას დეპუტატები მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ. უმაღლესი განათლების ახალი კონცეფცია მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას. ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას, ინსტიტუციურ ოპტიმიზაციას, საკადრო პოლიტიკის განახლებას, თანამედროვე მოთხოვნებს მორგებული სასწავლო პროგრამების დანერგვას და დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებას. მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით კონცეფციით მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული უწყების როლი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეფორმის პრაქტიკულ განხორციელებას, ისე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა საკითხის კოორდინაციას. მათივე თქმით, განათლების სისტემა საჭიროებდა გადაუდებელ რეფორმას, რათა გატარებულმა ცვლილებებმა ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება მისცეს. ამ კონცეფციის შესაბამისად განსაზღვრული იქნება მათ შორის თითოეული სამინისტრო ერთეული, რომელიც ერთი მხრივ თავად რეფორმის განხორციელებას, ეს დარგობრივი სამინისტრო, თუმცა ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ყველა ამ რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაინაწილებს. შეიცვლება ის, რომ ზედმეტ დროს არ დახარჯავს სტუდენტი, არც მოსწავლე, მას ექნება მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, მასთან ლექციას და გაკვეთილას ჩაატარებს მაღალი პროფესიონალი პედაგოგი, აუცილებელი მდგენელები ყველა უნდა იყოს სათანადო მოწოდების სიმაღლეზე. აქ ხაზგასმულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს და რა თქმა უნდა სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს. ძალიან მალე ვიხილავთ უკვე კანონად შემდგარ იმ სიახლეებს, რაც ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების განათლებას და ქვეყნის განვითარებას მოიმსახურება. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსის მქონე პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ, რაც მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდება შეუწყობს ხელს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თანახმად 1055 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაფართოებული საექსპერტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. ქვეყნის დიდ გამარჯვებას უწოდებს ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭებას საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. პოსტი დავით მირცხულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვილოცავ ყველა ენერგეტიკოს. ქართულმა პროექტმა და იდიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა დღეს მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე, ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. იმსჯელებენ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანსა და ამ დერეფანში საქართველოს როლზე, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე. საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე შეხვედრა იგეგმება სენატის თავმჯდომარესთან, გაფართოებული შეხვედრა იქნება სენატის თავმჯდომარესთან. საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ასევე საპარლამენტო საკომიტეტო ურთიერთობების გაღრმავებას და იგეგმება კიდე თანამშრომლობა ადმინისტრაციული თანამშრომლობის მმართველობით. უნგრეთში კი კახა კალაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს თბილისის მერი უნგრეთის პარლამენტის წევრ გაბორ კუბატოვს შეხვდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გახსნის უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბუჟიკის ძეგლს. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც წამყვანმა ევროპულმა ქალაქებმა ურბანულ განვითარებაში საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. შედგა მაღალი დონის შეხვედრა პიტერ სიიარტოსთან. უნგრულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა. სიიარტომ კახა კალაძეს პირადად მიულოცა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება.
ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი არის ჩვენი ძალიან დიდი პარტნიორი და ძალიან დიდი მეგობარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს ასეთი პარტნიორი და ასეთი დიდი მხარდამჭერი ევროკავშირში. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, უნდა გავაღრმავოთ ეს ურთიერთობა. ჩვენ ახალგაზრდებს ეძლევათ ყოველწლიურად სწავლის და განათლების მიღების შესაძლებლობა უნგრეთში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეთ უნგრულ მხარეს. არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გურიაში ოზურგეთის სოფელ ნატანებში მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე იყო წიწვოვანი სახეობის 43 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფიცარი. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გურიაში უკანონო სახერხის საამქრო იქნა გამოვლენილი. ტერიტორიაზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხე-ტყე. აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს. დრაკონიერობის თითოეულ ფაქტზე დეპარტამენტი მომავალშიც გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს. რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე გზის საფარი განახლდება და სამფენიანი ასფალტი დაიგება. მოეწყობა ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა. დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი. ადაპტირებული შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მოსაცდელი. პროექტის ღირებულება 5.834.429 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. იყო საკითხი, რომ ამ ქუჩაზე რაც შეიძლება სწრაფად დაგვეწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს საფეხმავლო ნაწილის მოწყობას, განათების სისტემის დამატებას, ასევე მიწის ქვეშ ყველა იმ კომუნიკაციის გამოცვლას, რომელიც სწორედ მოსახლეობას უქმნიდა პრობლემებს. ასევე მუშაობთ GVP-სთან ერთად და ვცდილობთ, რომ ვადებში და ხარისხიანად დავასრულოთ პროექტი. პროექტის პარკლებში მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, გარე განათების ქსელი, ასევე მოხდება შიშრომო პირებზე ადაპტირებული შუქნიშნების მონტაჟი. პროექტის პარკლებში განახდება სარწყავი სისტემა, გამოიცვლება განათებები, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები და ერთ ლამაზ უბანს მივიღეთ კიდევ ჩვენს ქალაქში. ლაგოდეხის სოფელ განჯალაში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, გაკეთდა სანიაღვრე არხებით, სხავრები, ხიდები და ეზოებში შესასვლელები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 1,66,622 ლარია. სამუშაოებს ლაგოდეხის მერი ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წლის 27-28 სექტემბერს გზის აღნიშნული მონაკვეთი მნიშვნელოვნად დაზიანდა ძლიერი სტიქიის შედეგად. აღდგენილია დღეის მდგომარეობით, სრულიად ახალი ასფალტის საფარი მოეწყო 1942 გრძივ მეტრზე, მოწყობილია კაპიტალური სანიაღვრე არხები, ეზოების შესასვლელები მოწესრიგდება, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამ გზაზე საერთოდ მანქანა კი არა, ტრაქტორს ვერ ივილი და ისეთი დღეში იყო აქაურობა და ეხლა მადლობა რომ გაგეთდა ყველაფერი დროულად. ქრონიკა კი ამ დროისთვის ამით დასრულებულია. ახალი ამბებით ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით, ჩვენს ეთერში კი იმედის დილა გრძელდება.